მოგესალმები დადგა 4 შაბათი საღამოს რის ნახევარი მე გახლავართ გიორგი დარასელია და მინდა აუცილებლად მოვიკითხო პატიმრები უცხოეთში მყოფი ქართველი და ის ადამიანები ვინც განსასაშაში ხართ ვინც აი ამ ძიმე ყოფის და გამო პრობლემები გექმნებათ ვისაც ხო ყველა სიკეთე სიხარული და ღვთისწყალობა რაც თავია გეგწნოთ თქვენ თორე ყოველთვის არის ხოლმე ღვთისწყალობა და დღეს სტუმრად არის ჩვენთან ადამიანი რომელსაც მართლა ბევრი არა იქამდე სანამ აქ მოვიდა ბევრი ტელევიზიაში იყო რაღაცა და მოვძანდა ჩვენთან დიდი მადლობა მამაოს ჩემი წარდგენა არ ჭირდება იმიტომ რომ მამაო არის ჩვენი აი ჩემი მართლა აი ამ საქმეს რო ვაკეთებ თლიანად რო აქებენ ხოლმე ხშირად ვიღაცები კარგს მეუბნებიან აი ამ ყველაფერთან ერთად ეს მოძღვრებიც ითვლებიან და ესენი რო არ იყვნენ ჩემთვის ავიცი არასდროს არ იქნება სხვათა შორის იმ დღეს ციხიდან მომწერეს მამაო და მითხრეს რომ მამა გიორგისთან ერთად რო ხარო აი წერილიც იქ მაქვს თუ გინდა განახებთ ძალიან მოგწონსო ეს გადაცემა მე დავარიგე ის ხალხი და მაგრამ ხო და ესე და დიდი მადლობა მამაო იმისათვის რომ ხართ ჩვენთან იმიტომ რომ მართლა ძვირფასი ადამიანი ხარ და მინდა ხოლმე რომ სულ იყოთ იმიტომ რომ ადამიანებმა ნახონ ის თუ როგორია უბრალოება ადამიანობა და მეგობრობა ელემენტარული მამა ურთიერთობაში ხო იგრძნობა ყველაფერი რა ვისაც არ უნდა ეგონოს რომ რაღაცა რთულ თემებზე ვლაპარაკობთ თუ ვიღაცაც შეიძლება არ გეთანხმდეთ რაღაცა აი ამ ყველაფერზე მაღლა რომ ჩვენი ურთიერთობა არის ხოლმე მამა ეგ მიხარია ყველაზე ძალიან რა და დიდი მადლობა მამა ამ ყველაფრისათვის და მადლობა რომ ხართ და თუ შეიძლება მამა გავამახვილოთ აღდგომის მერე ყურადღება როგორ უნდა მოიქცეს ადამიანი მამა იმიტომ რომ ეს ყველაფერი გვავიწყდება აღდგომა შემდგომ ადამიანს მივესალმები ჩვენ ძვირფას მსმენელს და მაყურებელს რა სამადლობელი სიტყვებით ჩემზე დახარჯე ორგზის დაგიბრუნებ გიორგი იმიტომ რომ მართლა შენ რო ხარ ეს ძალიან დიდი წყალობაა პირდაპირ ვიტყვი იმიტომ რომ ძალიან ბევრს ფიქრობ მე კი არ ვიძახი რა ხან მე მომიწვიე მე ვარ კარგი მოდელი მაგრამ ყოველთვის არჩევ ისეთ სასულიერო პირებს რომელიც სასულიერო პირებიც გაწონასწორებული სწორი მიმართულების სამეუფეო გზით ყველა მოძღვარი სამეუფეო გზით მიდის მაგრამ მაინც შედარებით რომ გამოირჩევიან რომ აი რომ მოусმენ გიორგი დარასელიას გადაცემას ეჭვები აღარ უნდა გამიჩნდეს ის მამაო რატო ლაპარაკობდა ასე და ის მამაო რატო ლაპარაკობდა ისე და ახლავე გეტყვი რატომაც ეს ძალიან მნიშვნელოვანია ასეთი წესი იყო გიორგი მე-4 საუკუნეში და უფრო ადრეც მაგალითად ათანასე ალექსანდრიელი კირილე ალექსანდრიელი და მაშინდელი ეპისკოპოსები წინასწარ ჰეორტოლოგიურ ეპისტოლეებს წერდნენ აი რა არის ჰეორტოლოგია ეს არის სადღესასწაულო ეპისტოლე აი ჩვენთან პატრიარქი წერს შობას ან აღდგომას ისინი მარხვა რო დაიწყებოდა წინასწარ წერდნენ მარხვის დაწყების წინ რომ მე როგორ შევძლო ისე მარხვის შენახვა რომ ახვანებით შევერკინო არაწმინდა ძალებს და წყინვალე აღდგომის დღესასწაულის ესე თქვათ დამსწრე და მიბღები ვიყო რომ ამისთვის მე ვიყო მზად ეს ის 4 მოსამზადებელი კვირაც ამაზეა ძირითადად და შემდეგ იწერებოდა აი საიდან ვიცით ხო ეს ათანასე ალექსანდრიელის მე 39 ასეთი ეპისტოლია შემორჩენილი სადაც ძალიან სიღრმისეულად არის გამახვილებული ყურადღება ამ საკითხებზე გავკადნიერდები და ვიტყვი რომ უნდა დღეს აუცილებლად იწერებოდეს აღდგომის შემდგომი ეპისტოლე სადაც გამახვილებული იქნება ყურადღება როგორც ახლა შენ აი გადაცემაში ყოველთვის ხო სურპრიზები გიყვარს ხო ეხლა იცი რომ მე მყავს მეგობრები სანუ გეშო ერთობას დავარქვი მათ ურთიერთობას და მომწერეს ახლა ეთერის წინ გიორგი ზოგი უცხოეთშია ზოგი აქ არის რომ რაზე უნდა ისაუბრო მამა ყველაფერზე უკვე ნასაუბრები ხარ ჩვენთანო ხო უამრავი რამეა ჩემო ძვირფასებო სასაუბრო და ნეტად რო გვეყოს ამისთვის გიორგი გინდა შენთან და გინდა სიცოცხლის მანძილზე რომ როგორ წერია რომ ყველაფერი ის რაც ქრისტემ აღასრულა რომ დაწერილი იყო წიგნები ვერ დაიტევდა დედამიწა ვერ დაიტევდა იმ წიგნების იმდენი რაოდენობა იქნებოდა იოანეს სახარებაში წერია აქ სიტყვები ხო და რომ შემეძლოს ხო და მე ყოველ ქადაგებას უძღვნი ამ საკითხს რომ ის ხალხი გიორგი ვინც გარდა მოხსნასთან იდგა და ცრემლიოდა დასტიროდა მაცხოვარს ვინც დიდ შაბათს ვინც ბზობას ლაზარეს შაბათს აღდგომა ღამეს იყო აღბრთოვანებული, გახარებული, ნამარხულები და აი ამ წმინდა დღეების შემეცნებაში გაატარა ეს პერიოდი.
აი სად უჩინარდებიან როგორ მაინტერესებს იცი ასეთი მკვეთრი წვეტა რატომ ხდება მადლის ხო კვირა ცხოვრობას არა მარტო ნარიყალაზე ყველა ტაძარში გიორგი დამერწმუნები რომ დამეთანხმები რომ იგზნობოდა უკვე ხალხის სიმცირე აი ხლა ჩვენ რომ გაგვაჩეროს ვიღაც მუსლიმანმა ან სხვა რელიგიის წარმომადგენელს გვითხრას რომ აი ეს თქვენი რელიგია აი ამ 59 დღით შემოიფარგლება აი რა კარგია ხედავდი როგორი აღრთოვანება იყო როგორი ხალხთა სიუხვე იყო რამდენი ადამიანი დადიოდით ზეთისხებაზე ესე რომ იდექით ხელებ გაშვერილები და სად არის ეს ხალხი სად არის ეს ხალხი აი სად არის კითხვასავსავ სად ახარ შენ სად ახარ ხო ეხლა შეიშმუშნება ზოგი დაიტყვის აიცი რაღაცა აი პასუხი არ აქვს ამაზე მე ვერ ამოხსენე გიორგი 26 წელია სასულიერო პირი ვარ და კითხვასავს ვარ შედალოცილო აღდგომა ღამეს კვირაც ხოლო ხო იცი რომ ყველა კვირა არის აღდგომა სიმბოლურად ხო 48 კვირა არის წელიწადში და აღდგომას რომ კოცონი აინთება საკუთრებაში და ჩვენ გულებში რომ არ ჩაქრეს და ცეცხლი არ განელდეს ყოველ კვირას შენ უნდა გაიაზრო ეს რამხელა სიხარულის და ბრწყინვალების დამტევია შენი სული და შენი გული. თორე ძალიან მარტივად შეიძლება ეს ყველაფერი ჩაქრეს და ეხლა ელოდები, როდის დაიწყება შემდგომი მარხვა, ან ესე იციან ხოლმე მე აღდგომის მარხვას ვინახავ რა, აი მარიამობას და იმას, არა, აი შობას და აღდგომას გემოთ მოყარეობა გვახასიათებს რა და ამ დროს როგორ წერია სახარებაში რომ რა მდგომარეობაშიც მოგისწრებო იმ მდგომარეობაში განგჯიო რა შენ ახლა ვერ ეტყვი უფალს რომ ჯვარი წერია სულ ყველას გაგვიყვანოს და იცი რა არის უფალო მე 59 დღე ვიმარხულე და ეხლა ცოტა გალაღებული ვიყავი აი ახლა ის მარხვა მაინც და მაინც აი ცოტა ის მაწუხებს რა რაღაცეები მაწუხებს და რა უხერხულია იქამდე არ გალაპარაკე რა უხერხულია აი ხო შეიძლება გიორგი ვიღაცას ეგონოს აი ჩვენ რომ აუხსნათ რა არის მართლმადიდებლობა რა არის დიდი მარხვა და ესე იგი კარტოფილის უჭამდი ხორცის მაგივრად ძისნაწარმის მაგივრად ჭამდი ამ საკვებს და ეს აი მე იყავი ქრისტიანი ეს არის ქრისტიანობა აი ეს ახლა ქრისტიანობა ეს არის ერთ-ერთი ხელისშემწყობი საშუალება რომ შენ ცოტა დამსუბუქდე სხეულებრივად მაგრამ თუ შენ კარგად გაიაზრე რამხელა სიდიადეა აი ამ სიტყვებში რომ ქრისტე აღსდგა ჭეშმარიტად აღსდგა და აი ამ სიხარულს მოწყდი უკვე რამოდენიმე კვირაში იცი რომ სერაფიმ საროველი და მეუფე იმერეთის ეპისკოპოსი გაბრიელ კიკოძე ყოველ დღე ეუბნეოდნენ ჩემო ძვირფასო ქრისტე აღსდგა აი ამაზეც მე მგონი გავარკვიეთ აღდგა რა არის და აღსდგა რა არის გრამატიკულად სწორი ფორმა არის აღდგა მაგრამ აი შეიძლება ვთქვათ რომ ელექტროენერგია გათიშული იყო და აღდგა მოწოდება მაგრამ აღსდგა ნიშნავს იმას რომ თვითონ აღსდგა ვინმემ კი არ აღადგინა კაცო ქრისტე ვიღაცამ კი არ აღადგინა და ფერი გარედან კი არ იცვალა თაბორზე შიგნიდან აქვს მატარებელია ნათელი სოფლისა ქრისტე და აღსდგა ნიშნავს იმას რომ თვითონ არის ღმერთი თვითონ არის სიკვდილის დამარცხებელი და ვისაც ესმის მისი ხმა ლაზარესავით შეხვეული რო იყო სახვევებში გამოვა აკლდამიდან და გაცოცხლდება და აი ეს შემოკარგებო თუ თქვენ მოისმინეთ და ბუნებრივია რომ ყველა ჩვენთაგანმა ეს ქადაგება ეპისკოპოსებისგან, წინამძღვრებისგან, რიგით იღვდლებისგან მოისმინა ინტერნეტი იყო სავსე იყო უამრავი რამხელა საშუალება გვა გიორგი ხო რომ რამდენი წყაროები იდება, რამდენი სწავლებები იდება და ეს თუ ჩვენ კარგად გავიაზრეთ და ჩვენს გონებაში და ჩვენს გულში, გონებიდან გულში და სულში შემოვიდა რატომ ხდება ეს ყველაფერი? ანუ მე ვფიქრობ, რომ ჩვენს რწმენას პატარა რევიზია ჭირდება. აიტომ კარგად შეარჩიე შენ ახლა ეს გადაცემის პროფილი ფაქტიურად, რომ მოდი ახლა მამაო ვისაუბროთ და მოდი გიორგი ვისაუბროთ, რა ხდება აღდგომის შემდეგ. უყურეთ ზატიკი ქვია აღდგომის შემდეგ, სათაშორის სომხური სიტყვა ზატიკი ის ბევრმა შეიძლება არ იცის, ედი შერჭელიძე შეგიძლიათ კითხოთ, სატიკი იგივე აღდგომაა სომხურად და აღდგომის შემდგომ პერიოდს ამაღლებამდე არის ზატიკობა. ანუ მხსნილს ეძახიან ქართველები და ამ დროს სხვანაირი განწყობაა, სხვანაირი შემართება, მაცხოვარი ამაღლებამდე არის ჩვენთან
და გადმოგვითარგმანებს ყველა იმ ჭეშმარიტებას, რომელიც დაწერილია სახარებაში და გადმოცემულია 60 ქულო ეკლესიის უდიდესი საგანძურში დავანებულია და გადმოგვეცემა ამბიონებიდან, გადმოგვეცემა მამათა სწავლებიდან და ეს მოძღვრება გიპყრია ხელში და შენ როცა მაცხოვართან უნდა იჯდე როგორც პავლე იჯდა გამალიელთან და ისმენდა მის სწავლებებს და ამბობდა ამაყობდა პავლე რომ მე ვარ ტარსუსიო დაბადებულიო და რაბინი ვიყავიო და გამალიელი ცნობილი რაბინი იყო ვინც მერე გახდა ქრისტიანი და უსმენდიო მის მოძღვრებას აი ფეხით ვიჯექიო და ესე ჩვენც ხო ასე უნდა ვიყოთ არა აი ამ დროს ეკლესია კი არ უნდა მიატოვო იოანეს სახარება უნდა იკითხოთ და მოძღვრებთან შედარებით მეტი დრო გვაქვს ახლა უნდა მივიდეთ ჩამოუჯდეთ და უთხრა მამაო აი ახლა რა გავაკეთოთ აი ახლა როგორ მოვიქცეთ რომ აი ამდენი მადლი მივიღე ბზობას ლაზარეს შაბათს დიდ შაბათს და აი ახლა მინდა რომ ეს მადლი არ დავკარგო აი ამ მადლის აკუმულირება როგორ გავაკეთო როგორ უნდა გააკეთოთ ჩემო კარგებო იცით რომ სახარება უნდა იკითხოთ ისევ ახსარება უნდა თქვათ ხშირად ეზიაროთ ქველმოქმედება სიყვარული გადაგება საზოგადოებაში წარმოიდგინე რომ რამხელა ის არის აი ბზობას გიორგი აი ყველაზე პიკი როგორც მეური მამაო დამერწმუნება მამა დამერწმუნება ამაში რომ ბზობას არის მორწმუნეთა პიკი აზრებში ხო მე რაიონებში გადიან და აი ბზობა დილით გამოგიულია ქუჩაში გიორგი ადამიანები ახალგაზრდები ქალბატონები გოგონები ბავშვები რომ მოდიან ბზისტოტებით რა სანახავია ხო მთელ გამწვანებული რომ სიცოცხლეს არ მარხულობენ უამრავი ადამიანი ხო ეხლა სახში რომ ბზა არ მიიტანო ჩართულია რომ სექტანტი ხარ ან წვალებელი ხარ ან წარმართი ხარ აი ეს დალოცვილი ხალხი ეხლა რომ მივლენ და ნახავენ ხატებთან ბზისტოტები რო აქვთ ხო უნდა გაიხსენო არა რომ ეს ბზა რომ მოვიტანე რატომ მოვიტანე კაცო რატომ მოვიტანე რომ მაპატიეთ მოდაშია მეზობელს დავანახე რომ მე ეკლესიაში ვიყავი და ხატებთან დავდე ეს ბზისტოტე ეს ხო ნიშნავს იმას რომ შენ გალობდი ოსანა მაღალთაშინა კურთხეულას მომავალი სახელითა უფლისა და რა მალე ჩაახშეს შენში ვნებებმა და ცოდვებმა ეს სიხარული რომელიც ბზობას და აღდგომას შემოიტანა შენში განკაცებულმა ღმერთმა თავისი ამ ქვეყანაზე მობრძანებით წამებით აღდგომით და ამაღლებით სად გაქრა ეს რწმენა სად გაქრა ხო აი ფიქრობ რომ ეხლა კი ვიცი რომ ჩემი ქადაგება ამას არ ეყოფა გიორგი მაგრამ ხო ცოტა ის არის მამო მტკივნეულიც არის მამო ადამიანი არ სწორდება სხვადასხვა მამო ჩემიდან დავიწყებ თუნდაც არ სწორდება ეხლა მე რამდენი აღდგომაა ხო მე 40 აღდგომაა ამის ვესტრები მაგრამ სულ ესე არის აი ამდენი გადაცემა წამეყვანია მამო 15 წელი ეს გადაცემა მიყავს მაგრამ მე ამ კითხვას რო ვსვამ მეც ვაშავებ ხოლმე ამ შემთხვევაში ანუ და სხვა შეიძლება აი ურთულესი ის არის რა ქვია პრობლემა როგორ უნდა მოვერიოთ მამო ამ ყველაფერს ან როგორ არ უნდა შევეგუოთ რა ის ცოდვა იქნება თუ ნებისმიერი ეხა ეს ხო ცოდვა მამო გუშინ ეხა აღდგომას როზე იმოვდი და დღეს რო საერთოდ არ მახსოვს აღდგომა კი არა და შეიძლება ადამიანს ყელი ისე გამოუჭრა უკან არ მოიხედო ხო ანუ იგივე ადამიანმა ხო იგივე ღმერთის სიტყვაზე ხო ბევრი უბედური შემთხვევები ხდება ხოლმე შობას აღდგომას გიორგობას და ასე შემდეგ ივანე ოქროპირი შენიცი როგორ მიყვარს და მე მეგონი რომ ყველა მოძღვარი და ძალიან ბურჯია ჩვენი ეკლესიის და ჯებირი ჭეშმარიტების რომ ჩვენ ზადმე არ გადაუხვიოთ და რამე არ შეგვეშალოს ეკითხებიან ივანე ოქროპირის გიორგი რომ როგორ ცხონდეთო აი ძალიან მარტივ ენაზე როგორ ცხონდეთ ჩვენ ხო ვეტყვით აი უნდა იარო უნდა ახსარებები თქვა მოკლედ ეს არ უნდა შესწოდოთ რა ახლა როგორია არ შესწოდო ხო რო არ შემიძლია აი თუ შესწოდე მოინანიეთ და თუ ეგაც არ შემიძლია მაშინ განსაცდელები დაითმინეთ ხო როგორია რა აი ხო და თუ ეხლა აი ეს ჩვენი სიტყვები არ გვესმის და იტყვის ვიღაცა მოიცა მამაო რა იცი არა ვერ ხვდებით ხალხ რომ ხელა განსაცდელებშია ერი ვისაც ხო მეტი მიეცა ხო მეტი მოეკითხება გოგი იტყვის კაცო ის ერი აყავდა ეკონომიკურად იქ წარმატებებია იქ სპორტი განვითარდა იქ მშენებლობა განვითარდა ჩვენ რა გვჭირს ხო და ჩვენ მე ასე ფიქრობ ხლა რა ვიცი სხვა როგორ ფიქრობს მაგრამ უმთავრესი ჭეშმარიტების
ერთგული ხალხი ვართ, ხო? ჭეშმარიტება არის იესო ქრისტე და მართლმადიდებლობა. ხო და აი ამისი ერთგულები რო ვართ, ნაკლები განსაცდელები გველოდება ჩვენ გიორგი ამისთვის და ჩვენ თუ გვინდა რომ განსაცდელებში არ ვიყოთ ხშირად, ხო? ვეცადოთ რომ შევამციროთ სოდები რა და თუ მაინც და მაინც ჩავარდით სოდვაში შევინანოთ. ო მაპატი არ მინდოდა, აი მე და შენ გიორგი ხო ისე გვიყვარს ერთმანეთი რომ ხანდახან აი როგორც უფროსი ძმა და პატარა ძმა წავკინკლავდებით ხო რატომაც გვიყვარს ერთმანეთი რომ ეშმაკმა ვერ ჩამოაგდო ჩვენ შორის განხეთქილება რა არ გააკეთა რა არ გააკეთა თუმცა ეხლა შეიძლება რომ ჩასაფრებულია და ელოდება რომ რაღაცა ჩააგდოს მაგრამ უყურე ყოველთვის სიყვარული უფრო მეტი გიორგი სოდვათა სიმრავლეს სიყვარული ფარავს სიყვარული აღმატებულია ყველა წესზე და კანონზე მამა გაბრიელი ამბობს გიორგი რა და თუ ჩვენ სიყვარულს გავაძლიერებთ ჩვენში აი ერთმა ჩემმა სტიქაროსანმა არ დავასახელებ აი აღდგომის პერიოდია უკვე რა ბოლო კვირაა და კაი მეთქი რაღაც მოდიხარ რა გინდა მეთქი რა რამდენჯერ უნდა მითხრა ახსარება მოკლედ მითხარი მეთქი უკვე ხა შევდივარ რაღაც და აი ძალიან მოკლედ მითხარი მეთქი ერთი სიტყვით გეტყვიო რა აი რა დააშავე უსიყვარულობით ავწოდაო ხომ ერთი რო არ გვიყვარს ისე როგორც უნდა გვიყვარდეს არ ლოცულობ გიორგი და კვირას ტაძარში არ მივდივარ მოყვასი რო არ გვიყვარს იმიტომ განვიკითხავთ იმიტომ ვეჩხუბებით იმიტომ ვიშვერთ თითებს აი ნახე რა ცვია იმან იმღერა ამან იცეკვა ამან ესქნა იმან ესქნა თუ კარგი ქრისტიანი ხარ ტირილი დაიწყე რა იმ ადამიანზე რომ რა დღეშია ეს საბრალო რა ხო რა დღეში იმას კი არა ეს მე მის წინააღმდეგი ვარ ხელს რო აფარებენ და მოიცათ რა არა ხელი კი არ უნდა დააფარო უნდა უთხრა ცალკე მიხვიდე და აი ერთხელ მამა არჩილთან მინდიაშვილთან იყო მოსული ღმერთმა აცხონოს მეუფე თადეოზი იურამაში მამა არჩილმა ჩააბარა ახსარება რა როგორც ჩანს თვითონ თქვა მამა არჩილმა და მეუფე თადეოზმა და მამა არჩილმა ჩოქით შემოუარეს პეტრე პავლეს მასთან ერთად ტირო ერთად აი მოდი ახლა მე და შენ ერთად ვიტიროთო შენი ცოდები აი რა არის სულიერება რამხელა იერარქი მიტროპოლიტე კაც სად იყვნენ მაშინ სხვა მეუფეები მეუფე თადეოზი რო მეუფე რო იყო ხო გამოცდილი განათლებული თავდაბალი უბრალო ადამიანი ანუ მე რო დავინახე ახლა ყველას მოგმართავ ჩემო კარგებო რომ მე მამა გიორგი ასხორო რომელი მამა არ არის მოწოდების სიმაღლეზე ტაში კი არ უნდა შემოვკრა სიხარულისგან და აი არა მე ცრემლი უნდა ჩამომცვიდეს თვალზე და ვთქვა ღმერთო უშველე ამ მოძღვარს ახლა რა დღეშია კაცურან რამე იყვანა ახლა ეს ამ მდგომარეობა აუ ისე წინს ხოლმე მამო წეგან რო გესაუბრებოდით რა ხანდახან ხოდლები არიან რომ თავის პირადი რაღაცა ამბიციების გამო ძალიან უშველოს გიორგი თუნდა ვარ მათ შორის მე მიშველოს ღმერთმა აი არის ხოლმე რაღაც ამბიციები გძლევს ხოლმე რა და დღესგაი ისე მეწყინა ახლა ამას წინათაც რაღაცნაირად ზოგი ლიბერალობს ზოგი რაღაცნაირად ამვითომ რაღაცა იმაზე გაბრაზებული ამაზე გაბრაზებული რაღაცა ძალიან დაბალი დონის აქციელები აქვს ხოლმე და აი სული მტკივა რა ის ხო ჩვენი მამაო ჩვენი მეგობარია ჩემი ხე არის ერთი ხე ვართ რა და ცუდად რო იქცეო, რა თქმა უნდა, ალბათ მეც რო ვიღაცას ხანდახან იმეც არ ვმართლებ, იმასაც ჩემზე გული ტკივა, ხო? რა თქმა უნდა, ეს არ არის, მაგრამ ისე გული დამწყდა, რომ მოძღვარი და ვერ შედგა მამაო და რაღაც მავითომ მაღალ ფარდონად ლაპარაკობდა და ამ დროს ძალიან დაბალ იმაზე იყო ლეველზე ჩამოსული და რო უყურებდი ისე მეწყინა, რომ აი რა ვიცი, უნდა გწყინდეს მამაო, მე სულ მაგას ვამბობ, მამაო, ეს გადაცემაც მაგიტომ არის, რომ კი არავინ არ იქნება უნიკალური და რაღაც მომენტში ყველა გაჭედავს და რაღაცა პრობლემები ყველა იქნება ერთ დღეს ყველა აიუდა არ არსებობს ეხლა ყველა ის ანგელოზები ვერ ვიქნები და ყოველთვის გავცემთ ხოლმე ღმერთს ყოველდღიურად თუ არა რაღაც დღეებში მაინც მაგრამ მამო ამ შემთხვევაში მამო ჩვენ როგორ გჭირდება ვიღაცის თანადგომა ამას ვერაცნობიერებენ მამაო და გადავლას ამჯობინებენ ხოლმე რა თუ შეიძლება მამო აი ეს როგორ ვიყოთ იმ აღდგომის მოზიარენი, აი როგორ წარმოგიდგენთ მამაო, როგორ უნდა და ღმერთს აი იმ ჯვარცმისას და იმ ტკივის ჩვენი ცოდვებიც ხო ჯვარცმაა, ჩვენთვის ამხელა ტკივილია, ხო? როგორ გჭირდება ხოლმე ხანდახან და ვიღაცა ცივად განგიხილავს, რომ აი მამაო მოიცა ეს დაბა რაღაც. არ შეიძლება ესე მამაო ცივად გან. უნდა ჩაყვე თქვენი თქმის არ იყოს. აი ესე კრუგები უნდა არხამასთან. ყოველთვის აი საჭირო ბურცაგდებ გიორგი ყოველთვის. ვიცი თქვენ რა გიხდება თუ აი მარტო როგორც აი დავით ყიფიანი რო გადაასვენდა ხოლმე რამაზ შენგელიას და ფეხის მიტყვა უნდოდა და იყო უკვე გატანილი იყო გოლი აი მართლა მიხარია შენთან ერთად ეთერი მადლობა თქვენ ადვილია შენთან საუბარი
იმიტომ რომ ეკლესიის მოყვარული ხარ და ეკლესიის შვილი ხარ და არ ცდილობ ვინმეს კაშარჯებას ან დამცირებას ან მხილებას. ხო, უნდა გავარჩიოთ რა არის განკითხვა, რა არის მხილება და ეს სხვა რამეა რა, ჩემო კარგებო რა. მაგრამ ის რომ გული მეტკინა ეს აშკარად უნდა იყოს. რა მინდა რომ დაინახოს თანამედროვე ქრისტიანობამ, ჩემო გიორგი, რომ თუ კი ჯვარცმის დროს ქრისტე იყო ფაქტიურად იოანეს და ღვთისმშობლის ამარა, აი მარტო აქეთ ხო ხაფიც არის ხო? აბა, აქეთ დგას ღვთისმშობელი, აქეთ იოანე. აი შვილო, დედა შენი, აი დედა შენი შვილი. ჩააბარა იოანე, ანუ ჩვენი სახით ყველა მართლმადიდებელი ქრისტიანი ჩააბარა ღვთისმშობელს და ღვთისმშობელი ჩააბარა იოანეს. ხო, ეფესოში ცხოვრობდა ღვთისმშობელი და წლები მერე ხო და აი ეს ჩვენ უნდა გავიაზროთ და თქვენ წარმოიდგინეთ რომ აღდგომის შემდეგ აი წარმოიდგინეთ რომ მარიამი ვერ ცნობს ქრისტეს ხო ბაღში არიან და ეუბნება რომ მებაღე გონია მემტილე გონია ეს არ არის შემთხვევით ბაღი ედემი მემტილე პირველი მებაღე ადამი იყო ხო თუ შენ აიღეო ჩემი უფალიო მითხარიო სად დადეო ვერ ცნობს ქრისტეს ანუ მარიამი არ არის მზად აღდგომილი ქრისტე რომ შეიმეცნოს და როგორც კი ეტყვის აი ესეთი აი რა გრძნობით ეტყვის მარიამი ქრისტე მარიამს მარიამ აი უკვე ყველაფერი განათდება და უკვე ყველაფერი და რაბი კი არა მოძღვარო რაბუნი მამილო აი როგორ სითბოს გამოსცემს ქრისტე და როგორი სითბო მოდის მარიამისგან მაგდალინელისგან ქრისტესგან აი ეს სითბო უნდა იყოს ჩვენში გიორგი რომ ქრისტე რომელმაც ნათელი მოიტანა აბსოლუტურად თვითონ ნათელი არის ნათლისაგან ღმერთია ჭეშმარიტი ხო ჩვენთვის განკაცებული ჩვენთვის ჯვარცმული ჩვენთვის აღდგომელი და ამაღლებული დღეს არ უნდა ითხოვდეს ხო რომ სადახარ ჩილო მოვედით თაყვანივსეთ მეუფესა ჩვენს აღმერთსა სადახართ სად წახვედით რა მალე გადახვედით უცხო ღმერთების ჭკუაზე რა მალე გადახვედით უცხო ხალხთან აი რა მალე მიატოვეთ ეკლესია ხო და ამ დროს ვის ჭირდება ღმერთი ჭირდება ხალხი თუ ხალხი ჭირდება ღმერთი ხო ხალხი ჭირდება ღმერთი ხო გიორგი და აი მე ვფიქრობ რომ ეხლა უფრო მეტი სიცარიელია ვიდრე ჯვარცმის დროს იყო და გარდამოხსნასთან იქ ორი ერთგული ადამიანი იდგა ღვთისმშობელი და იოანე ნათლისმცემელი და დღეს სიცარიელია. აი ძალიან მალე რამოდენიმე კვირის მერე თქვენ ხო ხვდებით მენეჯერ თომას კვირა. ეხლა ვიღაცა იტყვის კაცო რომ ეს თომა ურწმუნო კი არ იყო კაცო. თომა მიქადაგა ინდოეთში ხო? ეხლა ინდოეთში მე მოწამე გახდა აწამეს ჯვარზე გააკრეს და ეხლა რო ეკითხათო თომა შენ რო ქადაგებ აღდგომა შენ ნახე აღდგომილი მაცხოვარი არ მინახავს აბა რანაირი მოციქული ხარ ხო და უნდა დარწმუნებულიყო თომა რა და თომათი ხო ჩვენს დავწმუნდით გიორგი არა ჩვენ ხო ყველა უკვე დავწმუნდით თომაში ყველა მოციქულს ეპარებოდა ეჭი უბრალოდ ვერ ბედაოდნენ რა და თომა მათქო არ არსებობს რა მე უნდა შევეხო და ვირწმუნო და ჩვენ ხომ უკვე თომათში დავწმუნდით რომ ქრისტე მართლა აღდგა შენ მოწონდა თურმე უთქვამს რომ მომწონს ურწმუნოება შენიო თომა ხო რომ ეს მიიყვან და ბევრ ადამიანს ღმერთამდე და სარწმუნოებელი ხადაგებაა თომა შენი ურწმუნოებით რავალი გახდა მორწმუნე არ მაგარი და მე მენერსაცხებლე დედები უყურე რა ძლიერია და რა ჭკვიანური ეკლესიის არსებობა და რამხელა სიდიადია რომ ჩვენ სულ არ გვჭირდება ბავშვთა დღე როცა არის აზრად მეყვანება ღვთისმშობლის ხო რა გვინდა ქალთა დღე როცა არის მენერსაცხებლე დედების დღე რა გვინდა ჩვენ მშრომელთა დღე როცა არის იოსებ დამწინდველის ხურო იყო მოგეხსენება დღე ხო და ეკლესია ყველაფერზე იზრუნა ბავშვებზეც მშრომელებზეც ქალბატონებზეც მამაკაცებზეც აი ყველაფერზე რა ჩვენ სარჩოზე საბა ყველაფერზე იზრუნვა და ჩვენ მივატოვეთ უკვე ძალიან მალე ეკლესია და ეხლა რომელი პარტია უნდა მოვიდეს რომელი კოალიცია გაიმარჯვებს და ისევ შევჩერები ვარ სამწუხაროდ პოლიტიკურ პარტიებს და 24 საათი ისევ პულტები აბა ეხლა რა ხდება როგორ ხდება ხო აი თანამედროვე მამები ასე ხადაგებენ არ ვიცი ვინ დამერწმუნება ეშმაკისო სამი კარიბჭე არსებობსო ადამიანში პირველი აი კარგად დაუკვირდით ეს არის როცა შენ არ პატიოფ არავის არაფერს რა რომ აი კიდე გახსოვს კიდე გაბოროტებული ხარ და არ არსებობს რა მე ვერ ვაპატიებ ეს არის პირველი
კარები, კარიბჭე, სადაც ეშმაკი პირდაპირ შემორბის ჩვენში. არ პატიო, ჩემიანი ხარ რა. მეორე ეს თანამედროვე ტექნოლოგია 24 საათი smartphone-ში რო ხარ, ტელეფონში რო ხარ, Facebook-ში რო ხარ და სულიქ რო ხარ და იძახი, ამას კარგად ვიყენებ. როგორ იყენებ კარგად, კაცო? აუტიზმი ადრე არ იყო, გიორგი. აუტიზმის სპექტრი ბავშვებში ადრე არ იყო. სადმე გაგიგია შენ ადრე რომ აუტისტია ბავშვი და რაღაც. აი ამ ტექნიკასთან მიჯაჭულობამ გამოიწვია თანამედროვე ბავშვებში აუტიზმი, ჩაკეტილობა. და სულ მისჩერებია უკვე აღარ ლაპარაკობენ ბავშვები. სათვალეები ხშირად უკვე ვეღარ ხედავენ კარგად და უკვე ბავშვი ჯერ ისევ ბავშვია და დასნეულებულია უკვე რა. მე ვკითხე გამოცდილ ექიმებს და ტექნოლოგიებთან მიჯაჭულობა. ეს მეორე კარიბჭე და მესამე სიზარმაცე ლოცვაში. ადამიანი რომელიც არ ლოცულობს, ხო? უკვე ფაქტიურად კარები აქვს ღია მას და მასში შემოდის უკვე არაწმინდა სული, იმიტომ როცა შენ ლოცვაში ხარ, იქ ვინ გაგეკარება, როცა ხვაფში წყალი დუხს, იქ და ვინ მიეკარება იმას ახლო, ხო? მწერები კუდებიან და შიგვარდებიან, ხო? იქ ვერავინ ვერ მიეკარება ათუხთუხებულ ქვაფს. აი ეს ვითომ არაფერი, ვითომ ყველამ ვიცით, მაგრამ აბა დაუკვირდით არა რა მამაო, მე ბევრმა მითხრა, აი იმარხულა, ვაზიარე, მაგრამ არა არ პატიობს კიდე რა, არა. აუ მაგასთან ვერ, ასო მე გეუბნება რომ ჩაეხუტე და გვერდზე დაუწექი და რაღაც ხო? გულიდან გამოასახლე რა ის ბოროტი ხალხი, ნუ დაგყავ. შენ ხარ ტახტრევანი, ხო, კვარცხლბეკი ხარ და დაგყავ ადამიანი. შენთან ცხოვრობს ის ადამიანი 24 საათი. იმას არც ახსოვ ხარ გიორგი და შენ გაბოროთ შენზე კი არ ვიძახე, ზოგადად ვიძახე, შენ გახსოვს რომ 22-3 წლის წინ კეიფში ვიყავით და ასეთი რაღაცა მითხრა დედა შენმა და მამა შენმა და შენმა ცოლმა და მაგას მე სანამ ცოცხალი ვარ და თვალები მიხელია ვერ ვაპატიებ და აი შენი და რო ასეთი ბოროტია და შურიანი ის უფრო ცხონდება იმან იცის რომ არ არის ეკლესიური და შეიძლება ხვალე მოინანიოს რაც შენ დაგიშავა მაგრამ შენ რო არ პატიობ შენ ვერ ცხონდები, შენ მამაუჩვენოს თქმის უფლებას არ აქვს. როცა არავის არაფერს არ პატიო. გავიგე რომ გაწყენინე და მაწყენინე, მაგრამ ერთი ჯადოსნური სიტყვა თქვი რა, ერთმა შეგინდოს რა. რატო გატარო გულით? და შორის ხო, ძალიან საინტერესო საკითხს მიადეკით მამაო. აი, თქვენთან რო ადამიანი მოდის მაგალითად და ვიღაცაზე აქვს რაღაცა ტკივილი მიყენებული და რაღაცა თქვენ იმასთან აკავშირებთ თუ შეიძლება ეგრევე რომ აპატიო ეს ყველაფერი. აი თუ შეიძლება აი რა კარგია ზუსტად. აი ძალიან აი მართლა მინდოდა რომ მაგაზე მეკითხა, იმიტომ რომ ხშირად ხდება ხოლმე რომ აი ადამიანებს არა აქვთ მის მინასვლელი ვიღაცასთან და თვითონ სადღაც ეზიარებიან და ვიცი მეთქი ეს გაბერილი არ არის მეთქი ბოლოს. ამ ბურთს რო ფეხი დავამატო უნამოსო იქნება პირდაპირ კარში მიდის ახლა რა და აი ხო მიკრავენ. ფეხს რო მიკრავენ ხოლმე და ამას რომ მე გარბის და რომ დაიჩოქებენ და ვითომ გოლი გაიტანა. არ და გოლი იმან გაიტანა. ახლა შენ თქვი მე მეტრო უნდა დავიბრალო, ხო? თუ შეგიძლიათ მამა რომ ვერ დავიბრალებ, რომ შენ თქვი ყველაფერი და ხა მე რა მაინც როგორი საჭიროა მამა ის დამდაბლება რა ხშირად ხდება ხო? გავაგზელებ. იმ შემთხვევაში უნდა ესე ის ხო არ არის. აი მარხვა იწყება და მაპატიე და კაი გაპატიე, იმიტომ რომ მარხვა იწყება და კაცო მოიცა. როცა ვხედავ გიორგი რომ შენ ნანობ და მიხსნი რომ რა მაპატიე იცი? აი მე შენზე აქა და აქ ცუდი რაღაცები ვთქვი და არ ვიყავი მართალი და შენ ცილი დაგწამე და მაპატიე რა ძმაო. მივხვდი რომ შენ ეს მოინანიე უკვე მივხვდი რა დააშავა. თუ ვერ მივხვდა ადამიანი რა დააშავა, რა გაპატიო? სისულელია ხო? უნდა მოვიდე და გითხრა ზაქესავით ხო? ფილმში კარგად არის რა, რომელსაც გაწევს და ესე იგი ჯულის კანონით, მოსეს კანონით ხო? უნდა ერთი თუ მოიპარა, ორად უნდა გაეცა. 4 მაგად გავცემო. ზაქეს რატო არის ზაქე შესული კაცო უარყოფითი პერსონაჟი აგერ მე ეპისკოპოსი ყოფილა და ისეულად გააგრძელა ცხოვრება ხო ამ კაცმა მაგრამ სიმბოლო იყო ცოდვილი ადამიანის მაგრამ ქრისტემ რო დაინახა წარმოიდგენთ თან ის ცუდი მეზობლები შურიანები დგანან ეგ და ეხლა ეს თუ ჭეშმარიტი მოძღვარიაო ამას ვერ ხვდება აი ხო დაგინახია რომ მოძღვარი მივიდა ან ეპისკოპოსი რომელიმე ადამიანის სახლში და რო ჭორაობენ გარეთ რომ რა უნდა ხო აი მას რა უნდა სამებაში ამას რა უნდა ნარიყალაზე იმას რა უნდა სიონში კაცო ეს ადამიანი თulis რომ ცუდად არის და მკურნალობს და შენ რო საერთოდ არ მიდიხარ ეკლესიაში და მოძღვრებს რო დასცენი და განეკითხავ შენ რა გეშველება ხო იმ შემთხვევაში უნდა ვაპატიოთ ადამიანს და აუხსნათ რომ ხედავი რომ სინანულის ღირსი ნაყოფი შექმნა გიორგი თვალებში ვერ მიყურებს
და მეუბნება მაპატიე რა. აი, კარგად მახსენდება ფილმი რო არის კუნძული, გიორგი, ხო იცი, აი, ორი კარგი ფილმია, ხო? ის ადამიანი, ვისაც ესრულა და რო ეგონა რო უკვე რომ მკვდარი იყო და ეს ეუბნება, მაპატიე რა, აი, პრასული თარგმანი შეიძლება არასწორი თარგმანია, მაგრამ მაპატიე, ჰა, ეს ეუბნება. აი, და ესე უყურებს. იმა ხო დაინახა იმის თვალებში, რამხელა სინანული იყო. რატომ განიცდი ასეო და ბებერივე უკეო და შეიძლება მალეო მოვკვდეო რა. ახალგაზრდები არ კვდებიან? ახალგაზრდები არ კვდებიან? რამდენი ახალგაზრდა გაიყვანა ღმერთმა სიკვდილი როგორ გაახალგაზრდაოდა, ხო და ამიტომ ჩვენ ჯვარეგვწერია გიორგი რამე რომ დაგვემართოს ისე რომ ნაპატიები არ აქონდეს სხვა ადამიანზე. ჩვენ ძალიან გაგვიჭირდება მერე ცხონება. ამიტომ ჩვენ ყოველ დღე უნდა ვეცადოთ რომ იმ ადამიანს უთხრათ, ვიცი რა, შენ აი ცოტა კბილად უნდა უთხრათ რა რომ თლაც შენს არ იყავი დამნაშავე, ცოტა მეც ვიყავი, მაგრამ მოდი შენი წილი მოინანიე, მე ჩემ წილს მოვინანიებ, რომ ღმერთმა ორივე არ დაგვსაჯოს რა. ღმერთმა ორივე არ დაგვსაჯოს, კაცო და ამხელა ტვირს ნუ ატარებ, თორე უკვე შენი გულის კარები ღია არა უფლისთვის. იმიტომ ქრისტე ვერ შემოვა, იმიტომ ქრისტემ ყველაფერი გვაპატია და რა თქვა ჯვარზე. არიციან უფალო რასაკეთებენ და თქვი რომ შენ რომ მაშინ ძმაო დამიშავე, არ იცოდი რომ ეგ შური და ბოროტება იყო და ეხლა გაიგე ხო? და მიხვდი შენ გაცოცხლდი ეხლა სულიერად დაიბადე და მოდი ჩაგეხუტები რა. ხელა სიკეთეს. მოდი ჩაგეხუტები რომ კოზი ჩაუვარდეს ნაცარში ეშმაკს რა, მაგრამ არა. ღუდელი ღუდელს განეკითხავს გიორგი სამწუხაროდ, მრევლი მრევლს, მგალობელი მგალობელს, პოლიტიკოსი პოლიტიკოს და მე რა ხდება თავზე გვენგრევა ქვეყანა ხო? აი გამოდიან და როგორი სიძულვილით საუბრობენ. სამწუხაროდ სასულიერო პირებიც კი გიორგი რა. აუ თან დამტკიცებ. ერთმანეთს უმტკიცებ რომ ვითომ აი თავსაწო ვისაწონებ, თავს ვის ხარჯზე მამო, ხან ხშირად ხდება ხოლმე ვიღაცა დამცირების ხარჯზე, ვიღაცა თავის კოლეგას რაღაცა აწონებს თავს და ისე მერიდება ხოლმე. მამო მინდა იქიდან გავქრე, იმიტომ რომ თუ ჩვენთვის მამო ადამიანი მნიშვნელოვანი არ იქნება. რაც არ უნდა მოხდეს, როგორი ადამიანიც არ უნდა იყოს, ხო? ყველაზე ჩვენი მტერიც რო იყოს. თუ ის მნიშვნელოვანი არ იქნება, ესე იგი ეშმაკმა თავის მისია შენში შეასრულა ხუთიანზე რა და შენ ახლა მაღალ მატერიალ და რაღაც სარწმუნოებებზე ნუღა მელაპარაკებია, თუ შენთვის ადამიანი არის მეორე ხარისხოვანი. და ხშირად ხდება ხოლმე, მამო, აი ეს თავი, აი რატო უჭირს მამო ადამიანს სხვა ადამიანის აღიარება. ხშირად ხდება ხოლმე, მამო, ეს რომ რა მოხდა, აღიარე, აი შენზე ის არის პირველი, ხო იცი? გალაქტიონის რაიონება საქართველოს თქვენ ხართ პირველი დამისახელეთ ვინმე მეორეო უკვე რომ ეთქვა რომ პირველი ვინ არისო იტყოდა წარმოიდგინეთ აი თუ შეიძლება მამო აი როგორ უნდა მოვერიოთ ამას იმიტომ ჩვენ მაპატი არაფერი არ ვართ მამო ერთი ორი კვადრატი ვართ რომელსაც ხვალე ჩვენზე მაგარი ბიჭები ისე გამქრალან მამაო და მიწას ესე უჭამე ხო ვიცით რომ არაფერი არ ვართ მამო გიორგი უყურე ამ პარტავნებას ხო ბევრი მანკიერება გააჩნია, მაგრამ ერთ-ერთი მთავარი ამ პარტავნების მანკიერება ადამიანში, თქვათ ჩემში რა არიცი, თავი შენზე უპირატეს არ დაგანახებს. ხო, ვერა აღიარე. აი მოძღვარი მინდა რომ ყავდეს, მაგრამ ვისთან მივიდე? ასე იგი, მოძღვრები არ არიან თურმე საქართველოს, აი ვისთან ილია ჭავჭავაძეს მართალს ყავდა მოძღვარი, ეპისკოპოსი ალექსანდრე ოქროპირიძე, ხო? წარმოიდგინე რა ახლა ილია მართალს ყავდა მოძღვარი. საქართველოს უგვირგვინო მეფეს და მამას და რა ვიცი შობელს და შენ განდა რა ამდენი წიგნი წაიკითხე და რო წაიკითხე კარგად ვერ გაიგე აშკარად ხო ის წიგნები და თამარ მეფეს და დავით აღმაშენებელს ხო აგაშენა რა იმიტომ მაგრამ შენთან კაი შენთან უკვე აი ბევრს აღარ ავფიქრობ რა ვიცი უკვე რო გამიჭიდეს მომაკვირე ხო ხო უყურე ეს შეიძლება თქომე რა რომ არსენ იყალთოელი არის მოძღვარი და ამღზდელი არის ჭყონდიდელი ხო და რომ არა ჭყონდიდელი და რომ არა არსენ იყალთოელი დავითი ასეთი ძლიერი ვერ იქნებოდა ხო ეს ფაქტია დავითი იქნებოდა მაგრამ ისეთი ვერ იქნებოდა რომ არა ჭყონდიდელი და რომ არა არსენ იყალთოელი ხო ჯერ ჯულის კანონი ათარგმნინა ქართულად და მერე რუის ურბნისი და მერე დიდგორი უყურე ცოდნა კრება დიდგორი აი ჩვენი გამარჯვება და ჩვენ და ამიტომ ცოტა უნდა იცი რა არის ჩვენ ცოტა ქართველები გიორგი რეალობას მოკლებულები ვარ და აი შენი გადაცემის თემაც ეგ არის რომ უკვე ჩვენ რეალობას მოვწყდით უცბად ამხელა მადლში ვიყავით და მორჩა კინო იმერგულეს კიზებში რა წადით სახში ეხლა ხო სახში კი არ უნდა წახვიდე ეხლა უნდა მოხვიდეთ ეკლესიაში და იფიქრო ეხლა ბზობა აი ეხლა არის რა ეხლა არის ჯვარცმა აი ეხლა
ყოველ ოთხშაბათი პარასკევი რა არის? აბა რა. რატო დაადგინა ეკლესია? იმიტომ რომ დაგავიწყდება, გულმავიწყი ხარ, ცვალებადი ხარ, ერყევი ხარ, გავიწყდება შედალოცილო და დაგავიწყდება, მაგრამ სიკვდილს არ დავიწყდები. არც ეშმაკს არ დავიწყდები, შენ კი გავიწყდება, მაგრამ იმათ არ დავიწყდები, ხო? და ამიტომ ეკლესია ყოველთვის ოთხშაბათი არის იუდას გაცემა, პარასკევი არის ჯვარცმა, შაბათი არის ჯოჯოხეთში ჩასვლა და კვირა არის აღდგომა და თუ შენ ეს დაგავიწყდა, ჩემო კარგო, აბა რა გახსოვს? რა გახსოვს, ხო? სპორტში ძალიან დაინტერესებულები ვართ, სპექტაკლები ნახე, როგორ სპექტაკლები დადგეს, ხო? სამარცხვინო და ამაზე ხელისუფლებამ, ეხლა მე მგონი ზომები უნდა მიიღოს, ხო? ნამდვილად უნდა მიიღოს რა. ეს ღვთისმშობლის ხედრი ქვეყანაა და ასეთი ტაკი მასხარაობა და ასეთი რაღაცები არ შეიძლება იოანე ღვთისმეტყველმა რომ მარკიონი დაინახა ხო საზოგადოებრივ აბანოში რა თქვა იცი სასტრაფოდ დავტოვოთ აქ არებაო თავზე არ დაგვექცესო შენობაო ხო და აი ეს რამეს რო ხედავ რო ღვთისმშობლის ხედრი ქვეყანაში რო ასეთ მაპატიერა ეს დემოკრატია არ არის და ეს თავისუფლება არ არის ეს არის აღვირახსნილობა ხო და შენ რომ ამაზე აპატია ხელისუფალი ხარ ხო ამბობ რომ სახელმწიფო რელიგიათ უნდა გამოცხადდეს ქრისტიანული მართლმადიდებლობა და ასეთ რამეზე რომ რეაგირება არ გექნება მაშინ ხალხი გამოვა და საკადრის პასუხს გასცემს ხო ის უღირსიღვდელი იქნება მე ვიქნები თუ სხვა იქნება ყველას ჭირდება გიორგი სიყვარულით შეხსენება ეხლა ის რო გააზრებულად დაგეგმილია და აქ რო დიდი ფული აჭადებული რაც მეტ სიშიშულეს და გარყვნილებას დადგავ მეტ ფულს ჩაგირიცხავენ ხო თორე როგორ შეიძლება ეს ნორმალურ ადამიანს მოეწონოს შიშველი კაცის უკანალის ყურება ხო ვინმე შეიძლება რომ ეს მოეწონოს თუ აღვირახსნილი და გათახსირებული და სოდომისტი არ არის მაგრამ აქ ის უნდა დავინახოთ რომ ჩვენ იმ კაცზე კი არ უნდა გავბრაზდეთ და რეჟისორზე მაგრამ იმის უკან ვინ დგას ვინ აფინანსებს გიორგი ამ ყველაფერს რომ ჩვენს ახალგაზრდებს შეაგუონ რომ თითქოს რა მოხდა კაცო არაფერიც არ არის ეგ ეხლა ჩვენ თუ ევროპა გვინდა და თავისუფლება გვინდა მოსულა ასეთი რაღაცები არა ჩვენ იმას კი არ ვიძახეთ ჩვენ რომ ავიღოთ დანა და მალი და რაღაცები ხო უნდა ამაზე პასუხი მოითხოვოთ ამას არ შეიძლება ასეთი რამე რა ასეთი რაღაცების ჩვენება და ამის ხადაჭერა ერთი რაღაცა მინდა კითხოთ რა რომ პასუხი აუცილებლად ადამიანებს მოეთხოვებათ და ჯობია რომ აქ მოეთხოვოთ ვიდრე იქ და აქ ჯობია ბევრი ადამიანი არის მამაო ისე რომ გონია რომ რაღაცნაირად თითქოს არ ეთხოვება პასუხი და ყოველ ბევრ ამას აშავებს რა ამ შემთხვევაში მამაო როგორ უნდა უყუროთ ამას იმიტომ რომ აღვირი აიხსნა ადამიანმა და ბოლო პერიოდის ადამიანი ესეთი აღვირ ახსნილია სამწუხაროდ ჩვენ და ეხლა ზუსტად ვიცი ეხლა ის ახსარებები 26 წელია მოდელი ხართ რაც 10 წლის წინ ქონდათ მონასმენი ეხლა საერთოდ შეიცვალა და სხვანაირი სტილით და სხვა ცოდვებით გადგებიან. შეიძლება 1 საათი დავგიმატონ კიდე. ახალი თემა, ეგრე არ გამო. გავიზარდე სანამ თქვენ მოხვედით, მაგრამ მე გავიზარდე რაღაცები იმას. აი ზარდე კი არ გამოსარი უკვე რა. მე დაცვაში დავჩები რა და მოდი შენ იყავ გათი ნომერი და მე დაცვაში გადმოვა. ხო და თუ შეიძლება გამაურს არა, ყოველთვის მაუცებ, არა, ყოველგვარი ხურო მე ხო იცი არ მიყვარს ეს. არა, აკრად მომზადებული ხარ. იმიტომ რომ მომემზადე რომ საკადისად რომ სხვაგან აღარიარო და მარტო ჩემთანიაროთ მე რა. მე და გიორგი ყველგან დამიძახონ და ყველგან გავაგებინო ხალხს რომ ქრისტე არის ღმერთი და რომ სიყვარულია მთავარი და რომ ბოროტება დაიჟება აი ნეტა ყველას გავაგებინო რა ჩვენ ხო აი პავლე მოციქული ტიმოთეს ასწავლის რომ იქადაგე ჟამიერა და უჟამოთ აი ყოველთვის იქადაგეო რა და აი ხო და აი პირდაპირ ვაღიარებ ხო ეხლა რომ აი შენ გადაცემაში გიორგი ოდესაც მოვდივარ და შენ ხარ წამყვანი ყოველთვის აი იგზნობა ღვთის მადლი არანაირი შებორკვილება არ არსებობს არანაირი წინააღმდეგობა პირიქით ხო რაღაცა რომ გამომჩა ისეთ დროულ ესე თქვა სულიწმინდის მადლით ისეთ დროულ რაღაცა თქვა აი რუსულად არ მინდა ქართულად ვიტყვი რომ ბურთს მაწვდი რომ აი ძალიან მოუხელთებელი უნდა იყოს რომ ის ბურთი კარში ვერ შეაგდო ხო ხალხშორის მაგარი შეგუებული ვარ თქვენთან საუბარს და მაგიტომაა რომ აი ზუსტად ვიცი რა დროს მე ყველგან გისმენდა ისეთი მამები მოკავს რომელსაც ყოველთვის ვიცი რომ მადლიერები არიან თვითონ მამაოსაც რო გაუჭირდეს აი დროულად მიაწვდი ხოლმე სალადა ეს ნიჭია და მე ყველა ტელევიზიას მოუწოდებ რომ შენაირი წამყვანები ყავდეთ და შენ მიგიწვიონ და ვერ ვიტყვი პრესტიჟულ ტელევიზიაში უფრო შეიძლება ყურებადი ტელევიზიები რო გონიათ კი არ არიან რო გონიათ
აი იქ მიგიწვიონ და ნახონ რა არის ტელევიზიის თავარი არსი. ტელევიზიის თავარი არსი პოლიტიკური დებატები კი არ არის და სადღაცას წყალდიდობა მოხდა და ხვალ როგორი ამინდი იქნება. რომ ღმერთზე ესაუბრონ ადამიანებს და სიყვარული იქა დაგონ. იმიტომ რომ დღესდღეობით ტელევიზორი კიდე ეყურებადია და დღეს კიდევ ყავს ტელევიზიას თავისი მაყურებელი ხო და შედალოცილო ხო არ დაიღალეთ ამ ერთ და იგივე გადაცემებით რომ ნაცები კოცები ესენი რაღაცა დავანებოთ ხალხო რა ეს ყველა ქართველები არიან ჩვენი ქვეყნის შვილები არიან და მოდი ჩვენ რაღაცა ახალი მოვიფიქროთ რა ახალი რა უნდა მოვიფიქროთ ახალ ველოსიპედს ხო ვერ გამოვიგონებთ შევცვალოთ დამოკიდებულება ზიზღი აღარ გვინდა ბოღმა აღარ გვინდა შური აღარ გვინდა ფეხის დადება აღარ გვინდა რა დაიხურეთ ვიყვარებოდეთ ურთიერთას რათა ერთობით აღვიარებდეთ ძნელია ჩემ ალბათ ძნელია ხო ივანე ღვთისმეტყველი ჩვენი პატრიარქი ხო ძალიან ივანე ღვთისმეტყველს ხო უკვე ასაკშია და გითხარიო იოანე რამე და შვილებო ერთმანეთი გიყვარდეთო ეგ ხო ვიცითო კაცო რა ერთ და იგივე სიმეორებო მთელი სახარების შინაარსი ამ ორ სიტყვაშიაო გადმოცემული ხო და ჩვენ თუ მართლა გვეყარება მარტო აღდგომა ღამეს კი არა და ბზობას კი არა აი როცა კოვიდი რო იყო გიორგი და ცოლი რო ქმართან არ წვებოდა და ყველას პირბადეები რო გვეკეთა და შეშინებულა და დათესავთა რო ვერ მიხვიდოდი და დაკრძალვაზე 6 კაცი რო იდგა და საფლავზე რო არ გიშვებდნენ აი მაშინ ჩანდა ვის ქონდა სიყვარული და ვინ იყო მშიშარა ადამიანი ხო იცით რომ ეს იყო რეპეტიცია ხო უარესი მოვლენები განვითარდება კი არ ვანონსებ რამეს და კი არ ვაშინებ მაგრამ ეს იყო აშკარად რაღაცა გარკვეული მოვლენების რეპეტიცია და უნდა ვიდგეთ მტკიცეთ და შეურყევლად ხო უნდა სახარება უქადაგოთ ხალხს სიყვარულით ზიზღით კი არა როგორც იეჰოვას მოწმეები გაბადრული სახით აი ყველა იქ მოხდება არმაგედონში და ჩვენ გადავრჩებით მამა გაბრიელთან მიდიან იეღოველები და რას გადაგებთო შვილო და აი 154,000-იო ცხონდებაო დანარჩენი ვერაო რა და დაიწყო მამა გაბრიელმა ტირილი რა და რა გატირებსო შეწუხდნენ ისინი და აუ როგორ ამწყინსო მე იქ ვერ 154,000-ში ვერ მოხვდებიო და რამე შველებაო და აქეთ მოაქცია მე ეს იეღოველა შვილო აი ესეთი გონება შეზღუდულები როგორ ახართო რომ ეხლა ამდენი ხალხიდან 154,000 სასუფეველში მოხდება დანარჩენი დაბლა აი როგორც ოპერაში რო ხარ და იარუსებში რო მაშინ ხალხი და დაბლა რო ჩაულებრივი ხალხი რო არის და ესეთი ჩამორჩენილი ხალხი და გამა გაბრიელმა ეს კი არ უთხრა რომ თქვენ წარმართებოდა თქვენ სულელებო ხო აი ისეთი სიბძნით და სიყვარულით ესაუბრათ რომ მე მგონი ის იეღოველები აქეთ მოაქცია მე რა ამას ჭირდება გიორგი ძალიან დიდი სიყვარული პირდაპირ გეტყვი რა ამდენჯერ მე და შენ ხო არ დაგვიჭამია ერთმანეთს მაგრამ გვიკამათია მაგრამ მე რო დარწმუნებული ვარ შენ სიყვარული გაქვს ჩემს მიმართ და მე მაქვს შენს მიმართ აი ეს არის ყოველთვის საშუალება ვითაც ჩვენ ერთმანეთთან გვაქვს კავშირი რა. აბა რა. ამიტომ ინგრევა გიორგი ოჯახები რომ არ შეუულია ქმარს ან ცოლს აპატიოს ან შეუნდოს ან ცუდად მოვიქეცი რა მაპატიე რა. არა აი შენ ვინ გონი ვარ და რაღაცები ეგოიზმი სანამ არ დაიწევა დაბლა გიორგი მანდ სიყვარული არ აიწევა მაღლა სანამ მე მეგონება რომ მამა გიორგი თეოდორაშვილი ყველაზე მაგარი მოძღვარია მე ხა წამოვიდა ასაშნელ მდგომარეობაში ჩავარდები ხო რომ ჩემზე უკეთეს ჩემი ამბარდავნება არ მანახებს და მგონია რომ ვერ ამხედავენ მაგრამ მე ვარ ყველაზე მაგარი ყურშასავით ხო და მე რა დაემართება ყურშასა რა ამიტომ პავლე რასამოს ცოდვილთა შორის უპირველესი მე ვარ მე ასე ვფიქრობ მართალია არა ვარ არც უპირველესი ვარ მართლებში და არც უპირველესი ვარ ცოდვილებში, მაგრამ ვიცი რომ ცოდვილებში რაღაცას საპრიზო ადგილზე ვარ რა. ხო, არა სანამ 3-4 კაცი ვიცი საქართველოში, სანამ ისინი ცოცხლები იქნებიან, ბოლოს წინები მაინც ვართ. მაგაზე არის და თუმცა უნდა დააშავოთ, აი სანამ აი პეტრე ბერძენიშვილი ეგეთი ცოცხლები იქნება. ხო, იცი გიორგი, რამდენი ჭორიკანა და ბოღმა ადამიანი არსებობს და თოცია რო ქსეში ხშირად დაგხომე ჩემი ოჯახის მეუღლის და შვილების ფოტოებს რა და ვიცი რომ ამ დროს ვიღაცები ინტრიგანები ხო არის განგიკითხავ კაცო მე მინდა რომ უქადაგო ადამიანებს ცოლი და შვილები როგორ უყარდეთ და თუ რამე შეგვეშალა როგორ გამოვასწოროთ და როგორ გავხდეთ უკეთესები რა რომ დაიყენე შენი მეუღლე შენი შვილები და ფოტოებითაც შეიძლება რომ იქადაგო ხო აი როგორ უნდა უყარდეს ხუდელს თავისი მეუღლე თავისი შვილები
რომ უნდა იყო გუდელის სამაგალითო, ასე აწერია ჯვარზე, ხო? ტიმოთეს მიმართ, ვიყავიო სამაგალითო, რწმენაშიო, საქმეშიო, სიტყვაშიო, ცხოვრებაში, ქველმოქმედებაში, ხო? ისე კი არა, ვიღაცის ჯიბრზე რო გამოფენენ ხოლმე სურათებს, რომ აი რა მაგარი ვარ და ესე, არა, ცხოვრების წესი, ცხოვრება გიორგის მამა. ჩვენ არავინ არ მოგვისმენს. ეხა ეს წლება მოგცა თქვენ თორე 25 წლის რო იყოთ არ გამოფენდით ამ ფოტოებს, ზუსტად ვიცი და ადრე აგაში, აი რასინა. რასნანო. კიდევ გოლი შემიძლია. პროფილი მოვაწყე. რასნანო თმა. მე და ჩემი ეს ხო რაღაცას ნანო. დაგუზა სასაფლაოზე რო გნახე მე და ჩემი მეუღლე და ყავილები მე რომ მქონდა. მე ხო არ ვიცოდი რომ შენ მიყურებდი და მე გადაგიღე და მისხარი ამას გადაცემაში ვიტყვი დაგასწარი. ხო ესია მე მომქონდა ყავილები გიტყოდა რა მე უნდა დავიჭირო ყვავილები, ქალმა უნდა ატაროს ყვავილები, ხო? დიდი კონა იყო და მეუღლეს გაუჭირდა. ის ისეთი ძვირფასი კონა იყო, მამა თქვენ უნდა გჭერა. ძალიან პრესტიჟული. მეორე ფარისეულობა კიდე რომ ყველას დავანახე რა მაგარი ის მეჭირა ბუკეტი, ხო? ყველა მიხვდებოდა რომ იქ ფული მამა თქვენ გადაიხადეთ, ეხლა მაგას არ უნდა ლაპარაკი. ხო და ამ დროს მე რა ვიცი რომ ხალხანაში ზიხარ და მიიღე ფოტოები, ხო არ ვიცი რა. ან მე კამათა მეუღლესთან და გაფრაზებული სახით მესაუბრა, ხო? არაფერი არ იმალება, გიორგი, თბილისი არის პატარა სოფელი რა. ისე დროს დაგინახავს ადამიანი. აი იგივე შენ, ხო, აი მამა გიორგი დარასელია და გიორგი დარასელია და ქუჩაში რო დაგინახო, რომ ნასვამი მიდიხარ, ან სიგარეტს ეწევი და რაღაც, ხო? ეს არის გიორგი დარასელი. მაგ დროს ხდება სხვათაშორის. ისე რა არის. ხო, არა, აი როცა მაგალითად რო არ გინდა, ხო, იცი სადღაც, აი რაღაცა შენება და აი მაგ დროს ვიღაცა გამოგია, აი ღმერთი. არ არსებობს რა გამო. ხო, და კაია ისე ღმერთი გაკონტროლებს ამით, რაღაც მუხრუჭი ყველას ჭირდება რა. სხვათაშორის მამა ყველას გონია რომ იოლია მოდლობა რაღაცა ცხოვრება, მაგრამ ბევრ რაღაცას აკლდები რა მე, აი ყველა რომ მაგალითად 2 საათზე სადღაც შეიძლება ბარში წავიდე დალიოს მე ვერ წავალ, იმიტომ რომ თქვენ სტრუქტურას წარმოვადგენ და იმ ადამიანებს არ მინდა რომ არა სტრუქტურა ჭალებში ანუ ამაზე არა აგონ მე სტრუქტურა და რა არა სტრუქტურა უბრალოდ ის არის ხო სიმბოლურად ვამბობ ამას ეხლა რომ ადამიანებს გასაგონ ენაზე რომ ჩვენ წარმოვადგენთ რაღაცა იმ ადამიანებს წარმოვადგენთ სტრუქტურა ეგრე ჯობია სტრუქტურა არ გქონდა ეხლა მე რო არ ვარ ჩემ სიტყვის ხოლმე ეგრე არ შემარჩინეთ არა ერთი გოლი ხომ ეს უნდა გაგიტანო თორე საკარაობა იყო და ეს მეგეთე საკარაობა ამ ხელა რაღაცა იმას წარმოვადგენ ხო სიტყვაზე და ისა თუნდაც ჟურნალისტიკაში შენ არის ამდენ ადამიანს უყია ჩემთვის რომ გიორგი დარასელია ვნახე გიორგი დარასელია მე მამო ეკლესიას არ ვამბობ მარტო ჟურნალისტიკას ვამბობ იმიტომ რომ იმას ნებისმიერ იმას სფერო სადასაც წარმოვადგენ იქ მინდა რომ იქ არ მინდა რომ იქ შევარცხნო ის რა იცი მე რას მეუბნები რაღაცა ფიქრობ ხოლმე ხო ემ კაცს რატო არ აკურთხებენო ლათო ზოლი არ აყავს მე კაი მე ვაკლი ვარ კიდე ეხა ჩვენ ეკლესიას კარგი რა მამო ისე ხო სულ განიკითხავენ რაღაცა და მე მართლა ისე მოვიქცევი მე რომ ისა რა ქვია არ ვიცი და თუ შეიძლება მამო აი ამასაც 2 წუთი დარჩა ბოლო და ჩემო ზვირფასებო რეზიუმე რა ვიცი აი ეს არის რა რომ არ მივატოვოთ ტაძარი, არ მივატოვოთ მოძღვარი, არ მივატოვოთ სიკეთის კეთება. ვაღიაროთ რომ სიყვარული ძალიან დაბალ დონეზეა ჩვენში და ავწიოთ სიყვარულის ხარისხი. დავწიოთ ეგოიზმი, ანუ საკუთარ თავზე დიდი წარმოდგენა. აი მე ასე ვფიქრობ, მე ასე მინდა, მე რო გითხარი დამიჯერე, ესეთი რაღაცები მოვიშორდოთ, ვიხმაროთ მრავლობითი ჩვენ, გავაკეთოთ ჩვენ, გვიყვარდეს ჩვენ, წავიდეთ ჩვენ აი მრავლობით შენ როგორც გინდა სვალქურიდან დავიწყოთ ხო და ისე თბილად ვისაუბროთ გიორგი რა ძალიან დაიღალა გიორგი ხალხი აი ესეთი გადაცემები სადაც ვიღაცა ყუდელს ლანძღავენ სადღაც რაღაც ხო არა თუ რამე თქვენ ნახეთ ან ნახავთ სოციალურ ქსელში სასულიერო პირებზე ხო იმ ყუდლის სახელები გაიგე და ილოცეთ და თქვით რომ ღმერთო დაიფარე ეს სასულიერო პირი განსაცდელებისაგან, დაცემისგან და დამერწმუნეთ რომ ის ყუდლები გამოსწორდებიან. ერი გამოსწორდება, ერი და ბერი იქნება ერთ სულიერ დონეზე და ამიტომ არ განვიკითხოთ ერთმანეთი, გვიყვარდეს ერთმანეთი და აი მე დღეს როგორც გახარებული ვარ გიორგისთან ეთერში მოსული, აი ესეთი გახარებულები იყავით ქვეყნის აღმავლობით, პატრიარქის სიყვარულით, მტრების პატიებით და სიკეთის ქმნით. და მოვიკითხავ ნუგეშელებს, მოვიკითხავ ყველა მართლმადებელ ქრისტიანს, მოვიკითხავ მტრებს გიორგი, ვისაც ჩვენზე გაბოროტებულები არიან და არ უყვარვართ, ღმერთმა დალოცოს გიორგი ჩვენი მტრები, შეუნდოთ თუ მიხვდებიან ან ჩვენ გვეტყვია რა დავაშავეთ, ნამდვილად ვეტყვი რომ კი ბატონო, ვაღიარებ, მე ბევრი შეცოდება მაქვს ჩადენილი ბოლო დროს და ყველას განვიცდი
სავსებით ფხიზელი ვარ ეხლა და არანაირი ალკოჰოლის ქვეშ არ ვარ. არც იმაში ვარ რაღაც აი ახლა უნდა ესე უნდა ვთქვა ახლა გამოვიდე შენდობა უნდა უთხრა მრევლს არა აი შენ წინაშე გიორგი და იმ უამრავი ადამიანის წინაშე ვინც შენ გადაცემას უყურებდა ანუ მერე ჩართავს ვითხოვ შენდობას რომ ჩვენ აუცილებლად ერთმანეთის სიყვარულის გარეშე გიორგი მერტი ვერ გვიცნობს ელემენტარულად აუცილებლად იმით მივხვდები რომ თქვენ კარგი ადამიანები ხართ ერთმანეთი რო გეყარებართო და ქრისტიანები რო ხართო და მე თქვენ მიყვარხართ ძვირფასო ობიექტივის მაყურებლებო და გიორგი დარასელიას ფანებო სვენელებო უკასრებო აი იმის ის სტრუქტურის ის ამ მე მეგონა გაგეხარდებოდა და კარგია რომ არა არ ყავს მე მართლა ყველა მეგობრი მართლა მაგარი ძალიან მაგარი მსმენელი მყავს დიდი მადლობა მართლა ამისაც უბრალო იმიტომ რომ სიყვარულით ქადაგებდა უბრალო ხალხი აი ყველაზე მდიდარი ხალხი ვინც არიან უბრალოები და ისინი ყავს მსმენელი მადლობა ძალიან დიდი მართლა და უღრმეს მადლობას მოგახსენებთ ყველას იმისაც რომ ესე ხართ ჩვენთან ერთად მამა გიორგი ძალიან დიდი მადლობა რომ ხართ მართლა არაძლევ გასახანს ადამიანს იმისა რომ რაღაც ბრალიანი იყოს ისეთი ხუბი ვერ მოვასწარეთ გიორგი ვერა დღეს გადავწყვიტეთ რომ ესე კეთილი ფორმატი იყოს დიდი მადლობა მამაო იმისაც სხვა შორის მამაო თამარს აქვს დაბადების დღეს და რომ მიულოცო თუ შეიძლება აი აქედან მართლა მე ბევრი რამეს აკეთებს ეს ადამიანი თამარ შერაზადაშვილი ბრძანდება საპატრიარქოს ჯავდებულებთან ურთიერთობის დეპარტამენტის მდივანი და შესანიშნავი ვაწმოსილი ყველა სასულიერო პირი იცნობს ის წერს საშვებს ვინც შედიან საპრობილე სასულიერო პირებისთვის და მადლობა თამარს აუცილებლად ყველა სასულიერო პირის სახელით ხო აი მართლა ძალიან ბევრ რამეს აკეთებს და დიდი მადლობა ამისათვის მართლა ძალიან ჯიგარი და მე გავყიდე და კარგია გიორგი არა მართლა უცბად იმას აკნა და მადლობა დიდი მართლა რომ ესეთი ხალხი მუშაობს ამ გადაცემის ბოლოს მაინც უყურებს თავიდან თუ მადლობა დიდი რომ ხართ დიდი მადლობა გილოცავთ კიდე აქედან და ბედნიერებას გისურვებთ ეს გადაცემები გავა კვირა საღამოს და სამშაბათ საღამოს 8 ნახევრისათვის დაგიბრუნდები და 4 შაბათს აუცილებლად მე გახდით გიორგი დარასელია მამა გიორგი თეოდორაშვილი გახდა ჩვენი სტუმარი რომელიც ძალიან გვიყვარს ჩვენ და ყველა ადამიანს დიდ პატივს სცემს და დიდ მადლობას უცვლელი სამყარო გიორგი დარასელია